დღეს ვსაუბრობთ დამოკიდებულებებზე, განვიხილავთ მათ მიზეზებს და იმას, თუ როგორ მუშაობს ფსიქოანალიზი დამოკიდებულებებთან. ადიქცია ეს არ არის ნების სისუსტეზე, ეს არის ტკივილზე, რომლის სხვაგვარად აღქმა და გადატანა არის შეუძლებელი. დამოკიდებულება შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც პრობლემის გადაჭრა ალკოჰოლით, საკვებით, ნარკოტიკებით, შოპინგით ან თუნდაც სოციალური ქსელებით, მაგრამ სინამდვილეში ეს არის გზა არ გრძნობის, ერთგვარი გაუმტკივარება, გათიშვა. ანუ ადამიანი გაურბის იმ რაღაცასთან შეხვედრას, რასაც ფსიქიკა მიიჩნევს გამანადგურებლად, რისიც ეშინია და ძირითადად იმასთან, რაც წარსულში ტრავმული იყო. ეს არის ტრავმული გამოცდილების თავიდან აცილებისთვის ბავშვობაში შემუშავებული ერთგვარი დაცვითი მექანიზმი, რომელიც დასრულ ასაკში მოითხოვს უკვე სხვა ჩამონაცვლებელ ობიექტებს, ადიქციის ობიექტების სახით. დამოკიდებულების საფუძველში თითქმის ყოველთვის არის ადრეული გამოცდილების ტრავმა, მაგრამ არ არის აუცილებელი ეს იყოს ძალადობა ან რაიმე შოკი. ხშირად ეს არის რაღაცის ქრონიკული ნაკლებობა, მაგალითად ემოციური მხარდაჭერის ან აღიარების, მიღების, სითბოს და სიყვარულის ნაკლებობა. როდესაც ბავშვი განიცდის გრძნობებს, შიშს, ბრას, მარტოობას და ახლოს არ არის ადამიანი, ვინც დაეხმარება ამ გრძნობების განცდასა და სწორი გზით გამოხატვაში, ფსიქიკა იკეტება და ის სწავლობს არ იგრძნოს. სწავლობს ამ გრძნობების გარეშე გაძლებას და გამაყუჩებელი შეიძლება იყოს ამ დროს საკვები, კომპიუტერული თამაშები და სხვა. და დამოკიდებულება ხდება კავშირის სუროგატი, სიყვარულის სუროგატი და უსაფრთხოების სუროგატი. ფსიქოანალიზი ღრმად სწავლობს დამოკიდებულებებს და თერაპიის დროს ჩვენ ვეძებთ პასუხებს კითხვებზე, რომელი გრძნობის ჩახშობას ცდილობს ადამიანი, რა ტკივილი დგას განმეორებითი ქცევის მიღმა, რატომ სწორედ დამოკიდებულების ეს ფორმა, რატომ სწორედ ეს ობიექტი, რისი კომპენსაცია ცდილობაა ეს. თითოეულ ადამიანს საკუთარი ისტორია აქვს, ვიღაც წერილს ავსებს საკვებით, ვიღაც აზარტით, ვიღაც სამუშაოთიან კონტროლით, ვიღაც ქიმიური საშუალებებით. და ყველა ეს ფორმა სხვადასხვაგვარი მცდელობაა შინაგანი კონფლიქტის და გარუსაწყისი მდგომარეობის დაძლევის. ფსიქოანალიზში ჩვენ არ ვებრძვით პირდაპირ დამოკიდებულებას, რადგან ეს მხოლოდ სიმპტომია, როგორც ერთგვარი დაცვა. თუ ვეცდებით ადამიანს ვაიძუოთ უარი თქვას ამაზე გაცნობიერების გარეშე, შეიძლება მთელი შენობა ჩამოვანგრიოთ. და ეს, რა თქმა უნდა, არ არის ეფექტური. ფსიქოანალიტიკური თერაპიის ამოცანა არ არის იძულებით ვათქმევინოთ ვარი, არამედ პირველ რიგში შევქმნათ ალიანსი, სამუშაო ალიანსი და დავეხმაროთ ადამიანს იმ მნიშვნელოვანი მექანიზმების შემუშავებაში, რომელიც დაეხმარება დამოკიდებულების ობიექტის გარეშე გაუმკლავდეს გრძნობებს და რთულ სიტუაციებს. ანუ გავაკეთოთ ის, რაც ვერ მოხდა ბავშვობაში. კონკრეტულად რა? შევიმუშაოთ უნარი, ვიყოთ საკუთარ თავთან, შფოთვასთან და არ გავნადგურდეთ.